მდინარე აჭარისწყლის ხეობაში ჰესების მშენებლობის დროს დაზარალებული მოსახლეობა კომპენსაციით დაკმაყოფილდება. აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით შეხვედრა აჭარა ენერჯი 2007-სა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შორის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა. შეიქმნა სპეციალური კომისიაც, ვინარენ მასში გაწევრიანებულები და როდის მიიღებს საკომპენსაციო თანხას სიმონეთისა და ონტოფოს მოსახლეობა. თემა ჩვენ ახლა სტუმართან ერთად პირდაპირ ეთერში განვახსოვთ. პროის ვექტორის კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გიორგი თავართქელაძე უპასუხებს. მოგესალმებით ბატონო გიორგი, მადლობთ რომ გვეწვიეთ დღეს სტუდიაში სასაუბროდ და პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ 2013 წელი თქვენ წელს პირველად იმყოფებით ჩვენთან. დიდი მადლობა, მინდა ასევე ვისარგებლო თქვენი ეთერით და მივულოცო აჭარის მოსახლეობას და სრულად საქართველოს და წარმატებულს. ბატონო გიორგი, დაუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას, რატომ ვერ მიიღეს დღემდე კუთვნილი კომპენსაცია სიმონეთისა და ონტოფოს მოსახლეობამ? რა ხარვეზი შეიქმნა? მოგახსენებთ, თქვენ ალბათ ახსენეთ სიუჟეტშიც, რომ სულ რამოდენიმე დღის წინ შუამდგომლობით გამოვიდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და ხელოჩაურის საკრებულოში გამგეობის შენობაში მოხდა აჭარა ენერჯი 2007-ის საკრებულოს გამგეობის წარმომადგენლებს. ჩვენ ესე ვთქვათ შუამავლის ფუნქცია გქონდა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რეალობა არის ის, რომ საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2012 წლის 16 მარტის გადაწყვეტილებით პრეზიდენტის პირდაპირ მიყიდვის წესით სახელმწიფო საკუთრება გადასცა შეპეს აჭარა ენერჯი 2007-ს. ფაქტობრივად აჭარა ენერჯი 2007-ს არანაირი ვალდებულება არ აქვს მოსახლეობასთან ამ ხელშეკრულების მიხედვით. ანუ ეს არის მათი საკუთრება, ეს მიწის ნაკვეთი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ონტოფოს ვიმონეთის და ეს მოსახლეობა შეწუხებული იყო, გარდა ამისა თვითონ ესე ვთქვათ სარგებლობდნენ წლების განმავლობაში და ამას ამბობდნენ და ყველა მიცის ალბათ ესეც რო იყო. ამიტომ თვითონ შეპეს აჭარა ენერჯი 2007-ის კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენი ესე ვთქვათ მეცადინეობით მოხდა ის, რომ დაახლოებით თითოეულ კვადრატულ მეტრზე მიწის ნაკვეთზე გადაიხდიან არა ნაკლებ 17 ლარისა. უბრალოდ ჩვენ გავაკეთეთ ესე ვთქვათ ორგანიზება, რომ შექმნილიყო კომისია, მე რამდენადაც ვიცი კომისია შეიქმნა უკვე და ეს ამ კომისიის შემადგენლობაში უნდა იყოს თვითონ აჭარა ენერჯი 2007-ის კომპანიის წარმომადგენელი, ვინც ფულად ესე ვთქვათ სახსრებს გაიღებს, საკრებულოს წევრები ალბათ იქნება გამგეობები, სავარაუდოდ ეს უკვე მათი კომისიის პრეროგატივა, რამდენად ეფექტურად შექმნიან კომისიას და ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვინც დაადგენს თუ რამდენი მოსახლე არის და ასე შემდეგ, რომ ეს სრულად დაკმაყოფილდეს. ამიტომ ონტოფოს და სიმონეთის თქვა საკრებულოს წევრი ანთენის წევრი არ ვიცი, ეს უკვე მათი ის არის, რაც ეფექტურად დაადგენს, რომ რამდენი მოსახლე არის, ესე ვთქვათ კომპენსაცია გასაცემი და ასე შემდეგ. დიახ, ბატონო გიორგი, რამდენი ოჯახი მიიღებს ამ კომპენსაციას და საერთოდ რა მექანიზმები ამოქმედება იმისათვის, რომ თქვათ ამ თურქულმა კომპანიამ ეს ნააკისრი ვალდებულებები შეასრულოს? აი როგორც მოგახსენეთ, თვითონ ეს კომისია უკვე გადაწყვეტს თუ რამდენი ოჯახი არის, იმიტომ რომ თქვენ მოგახსენებათ, მან არის 3 ჰესის, ამ შემთხვევაში არის ონტოფოს ვიმონეთი, შემდეგ შეიძლება მეორე ჰესთან სხვა მოსახლეობა არის, რომელიც ანალოგიურად ობიექტური რეალობა იყოს, რომ შეიძლება სარგებლობდნენ წლებია თქვათ, მაგრამ მათ არ ქონდათ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, მაგრამ ყველა მიცის რომ სარგებლობდნენ. ან კიდე მესა. ამიტომ ეს შექმნა კომისიის უკვე დაადგენს თუ ვინ იყო რამდენი ადამიანი და ასე შემდეგ. ამიტომ მათ აქვთ ესე ვთქვათ მარტამდე, 1 მარტამდე ვადა უბრალოდ წარმომადგენლები ითხოვდნენ დამატებით რომ იქნება ვერ მოვასწროთ, მაგრამ ჩვენც ვთხოვთ მათ რომ მაქსიმალურად დროულად მიიღონ ესე ვთქვათ ეს შედეგი, ანუ კომისიის შედეგი ნიშნავს იმას, რომ ყველა ვინც სარგებლობდა ესე ვთქვათ დაიგოს ეს, რომ მე არ მოხდეს. არ ვიცი, დამატებით თუ ლოგიკური ვადა არსებობს 1-2 თვე, არ ვიცი, 3, ჩვენ ალბათ ამ კუთხით გავეხმარებით, რომ ეს ვადა ასე ვთქვათ დამატებით მივცეთ. თუმცა კიდევ ერთხელ რაც დროულად მოგვარდება მოსახლეობის პრობლემა, რა თქმა უნდა კომპანიის
წარმომადგენლებთან ერთად ალბათ ორივე მხარესთვის იქნება ძალიან კარგი. ბატონ გიორგი, მინდა ასევე შევხვდეთ თემასაც თქვენ გამართეთ სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი, სადაც 2013 წლისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე იმშელეთ. აი რა იქნება პრიორიტეტული მიმართულებები ეკონომიკის სამინისტროსთვის 2013 წელს? მოგახსენებთ, პირველ რიგში როცა სამინისტროს თქვენ ნახეთ, აი დღესაც იყო წინა ესე ვთქვათ თავრობის ხდომაზეც ნახეთ, რომ რაღაც გარკვეული ცვლილებები გაკეთდა თვითონ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს კუთხით. აჭარის-ადვილი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაემსგავსოს აჭარის-ადვილი რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. ანუ ის რაც ჩვენი დასაფინანსებელია და ჩვენი სტრუქტურული ერთეულია უნდა დარჩეს ჩვენთან, ხოლო ის რაც არ არის ჩვენი ესე ვთქვათ სტრუქტურული ერთეული, ის უნდა გადავიდეს იმ არ ვიცი, თვითმმართველობაში ან სამინისტროში ან მთავრობის საქვეუწყებლის დაწესებულებაში, რომელშიც უნდა იყოს. თუმცა ამ პროცესებმა ტელევიზიაში სხვადასხვაობა გამოიწვია, მე მაინც დაუბრუნდები. აი მაგალითად მაშულთა გადამზადების ცენტრის ლიკვიდაცია გულისხმობს, რომ ჩვენ სამინისტროში ხდება ლიკვიდაცია, ანუ სამართლებრივი ფორმის ლიკვიდაცია ნიშნავს, რომ აღარ იქნება. მაგრამ შესაბამისად სტრუქტურული ერთეული ვისაც ეხება, ის დააფინანსებს და მინდა გითხრათ, რომ ამას ძალიან ეფექტურად გააკეთებს ის სტრუქტურული ერთეული. ასევე კურორტ ბეშუმის საჯარო სამართლის იურიდიული პირი კურორტ ბეშუმის ლიკვიდაცია. მე მინდა რომ ბევრმა ახლო მეგობრებმაც და ბევრმა ადამიანმა უბრალოდ სხვადასხვა გვარი ინტერპრეტაცია წარმოაჩინა ეს და მითხრა რომ რატო გააკეთა კურორტ ბეშუმის ლიკვიდაცია. კურორტ ბეშუმის ლიკვიდაცია იმიტომ მოხდა, რომ ეს არ უნდა იყოს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურაში, იმიტომ რომ კურორტ ბეშუმს აქვს და ამ სისიფს, ანუ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს მხოლოდ ღობე დარჩენილი, ერთი ადმინისტრაციული შენობა და ყველა კანონმდებლობით, ყველა ესე ვთქვათ ლოგიკით, სამართლიანობით ეს უნდა დაუბრუნდეს ხულოს მუნიციპალიტეტს და მე მგონი არაფერი საწინააღმდეგო ხულოს მუნიციპალიტეტს არ უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ჩვენ ვაძლევთ ამ ესე ვთქვათ ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ უნდა მოხდეს ლიკვიდაცია ჩვენთან სამართლებრივი ფორმის საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომ წაიღოს ხულოს მუნიციპალიტეტს. ამავდროულად ის 65,000 ლარი, რაც ქონდა ბიუჯეტში, ისიც გადაყვება და ესე ვთქვათ ფინანსურად უზრუნველყოფილია. იყო კიდე რამოდენ კიდევ აღარ მახსოვს, ყველა აი ესე ვთქვათ რაღაც ამ მსგავს გადაწყვეტილებას მოყვა დიდი აჟიოტაჟი. ამავდროულად არის ინვესტიციებთან მუდმივად ის, რომ თურმე ინვესტიციები არ ხორციელდება. პირიქით მეცაც გეტყვით, რომ ძირითადი გზავნილი ეს 2-3 თვე არის ის, რომ ინვესტიციები არ ნებისმიერი ქვეყნის ხსნა და პირიქით ინვესტორებს ვეუბნებით, რომ მობრძანდით, უბრალოდ ყველაფერი უნდა მოხდეს გეგმაზომიერად, კარგად, იმიტომ რომ მეტი ფისკალური ეფექტი მიიღოს მთავრობამ, იმიტომ რომ ეს არის მნიშვნელოვანი აჭარის-ადვილი რესპუბლიკის ბიუჯეტისთვის, ამავდროულად მოხდეს მეტი მაკროეკონომიკური ეფექტები, იმიტომ რომ მეტი დასაქმება მოხდეს, მეტი ესე ვთქვათ სახელმწიფო ბიუჯეტში დაიღე არის იქ საშემოსავლო გადასახადი და საშემოსავლო გადასახადი მინდა გითხრათ, რომ აჭარის-ადვილი რესპუბლიკის სტატუსიდან გამომდინარე უშუალოდ ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში ხდება 100% და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და როგორ შეიძლება ჩვენ ვებრძოლოთ ინვესტიციებს. პირიქით აი ეს 3 თვე ესე ვთქვათ მოვანდომეთ იმას, უბრალოდ სწორი ხედვა უნდა იყოს ის, რომ ბიზნესი არანაირი ჩარევა და მე ვერავინ ვერ იტყვის, რომ რამენაირად ბიზნესზე მესამე თვე ამ პოზიციაზე ვარ თითქოს ვინმეს, რომ აი რეკომენდაციასაც კი ვერ ვიდებით ბიზნესი, იმიტომ რომ რეკომენდაციაც არ უნდა მისცე თუ რა გააკეთოს. ან ეს შეიძლება საიტზე იდეს, რომ აი თქვა ამ ტერიტორიაზე შეიძლება სასტუმროს თუ ბიზნესმენს და ინვესტორს დაინტერესა, ის თავად გამოთქვამს სურვილს, მაგრამ ბიზნესი უკეთ წყვიტავს რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს, რამდენად ეფექტურად დააბანდოს თავისი ფული. ეს არის ძალიან გრძნობიარე სფერო და ამიტომაც ხდება ესე ვთქვათ კაპიტალის მიგრაცია ერთი ქვეყნიდან მეორეში. რა ვიცი, არის ესე ვთქვათ გუნდის ფორმირების პროცესი და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საკმაოდ წარმატებული ესე ვთქვათ ადამიანები მუშაობდნენ და წლების განმავლობაში იყო და არის ესე ვთქვათ კადრების სამჭედლო სხვა სამინისტროების მიმართ, მაგრამ რასაკვირველია ინოვაციური ესე ვთქვათ მიდგომები იქნება და ამ კუთხითაც მუშაობთ და მინდა გითხრათ, რომ
ალბათ დაახლოებით ერთ თვეში იქნება რეორგანიზაცია უკვე, აი საბოლოო სტრუქტურა როგორი უნდა იყოს, ხოლო მე გამოცხადდება ატესტაცია, იმიტომ რომ ყველა ძლიერი კადრი უნდა დარჩეს ჩვენთან. სხვა დანარჩენი, იმიტომ იმდენი სახელმწიფო შეპესეა. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ 71 სახელმწიფო შეპესეა, რიგი შეპესეები არის მხოლოდ ესე ვთქვათ შეპესი და ესე ვთქვათ დროულად უნდა მივხედოთ, რიგი შეპესეები არის, რომელიც გარდაქმნი და კარგი ესე ვთქვათ პროექტი გამოვა. დამარწმუნეთ რომ ამ კუთხითაც იქნება, უბრალოდ ჯერ ჯობი არ ვისაუბროთ, როცა იქნება. რაც შეეხება ინვესტიციებს გარემოს, ამ კუთხითაც მინდა გითხრათ, რომ დღეს მთავრობის ხდომაზე დაახლოებით 3 პროექტი იყო, თუ არ ვცდებ, 4 წარმოდგენილი, რომელიც ჯამური მოცულობა ინვესტიციების კუთხით დაახლოებით ალბათ 60-70 მილიონის ინვესტიცია და რაღაც პრობლემები იყო თავად კომპანიას ჰქონდა და ეს გამოწვეული იყო არასწორი მენეჯმენტით, იმიტომ რომ აი მაგალითად ესეთი კომპანია იყო, რომელსაც ჰქონდა ვალდებულება 35 სართულიანი სასტუმრო აშენოს, მაშინ როდესაც 45 მეტრზე ზევით იმ ტერიტორიაზე არ შეიძლება აშენება და იმიტომ რომ ICAO სტანდარტი არსებობს აეროპორტთან მახლობელი ტერიტორია. აქედან გამომდინარე ეს ვალდებულება როცა არის, ესე ვთქვათ, უნდა გასწორდეს. ამ კუთხით ჩვენ ყველანაირად დავეხმარეთ. არის კომპანია, რომელიც ძალიან სწრაფი ტემპებით მუშაობს და აშენებს სასტუმროს აკვაპარკის გვერდით, რომელიც 100 ნომრის ნაცვლად 159 ნომრიან სასტუმროს აშენებს და ნუ ადაიწურება ერთ თვეში დაახლოებით თვენახევარში და იმის გამო რომ პირიქით დაამატა მეტ ინვესტირებას აკეთებს იქ მოგზავნეთ გრუნტის და ასე შემდეგ თემები, რაც ობიექტური რეალობა იყო რომ რაღაც ხარვეზე შეიქმნა, ამის გამო ჩვენ პირიქით ხელს უწყობთ და ესე ვთქვათ გადავადება ხდება. თუმცა ყველა სხვა ინვესტორს ვეუბნებით, რომ ჯობია რომ ეს ყველაფერი იყოს გაწერილი გეგმაგრაფიკების მიხედვით, ყველაფერი, იმიტომ რომ ინვესტიცია თუ მე ვიცი რომ 100 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს და ამას მეუბნება ინვესტორი, მე უნდა ვიცოდე რომ 3 წლის განმავლობაში კონკრეტულად 6 თვეში განხორციელდება 1 წელიწადში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ამის უკან მაკროეკონომიკური ეფექტები უნდა თვალო მე და სამინისტრო. კეთილი, გმადლობთ ბატონო გიორგი, მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ 2013 წლისთვის. ჩვენს ტელემაყურებს კი შევახსენებთ, რომ დროის ვექტორის კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი